დღეს გვექნება გრანდიოზული ვიდეო, რადგან ამ ვიდეოში მოვივლით მთელ საქართველოს მხოლოდ იმისთვის, რომ გავიგოთ სად მზადდება საქართველოში საუკეთესო ხინკალი. ამ ვიდეოს განმავლობაში ვესტუმრებით 7 სხვადასხვა კუთხეს, სადაც ამზადებენ უგემრიელეს ხინკლებს ხალხო. პირველი კუთხე იქნება ქართლი, შემდეგ კახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო, სამცხე, ჯავახეთი და რაც მთავარია აჭარა. მოვედით ულამაზეს ბათუმში. უყურეთ, უბრალოდ რა სილამაზეა. იქით უფრო მაგარი ლამაზია კიდე. და რა თქმა უნდა, ჩვენი ვოიაჟი დაიწყება ბათუმიდან, ბათუმის ხინკლიდან. მე როგორც ხინკლის მოყვარული, ვაპირებ, რაც შეიძლება ობიექტურად შევაფასო. ხალხო, ისე მიყვარს ხინკალი, რომ ეგრე გიორგის არ მიყვარს, ამიტომ მოვდივარ და ყველგან შეგაფასებ ობიექტურად. მე ვთვლი, რომ ხინკალი არის მსოფლიოში ყველაზე მაგარი კერძი, რაც კი მოუფიქრებიათ. ჩაკაფულის მერე. არა. ხინკალი არის პირველი მსოფლიოში. ეგ დაიმახსოვრეთ, მაგაზე კარგი არაფერი არ არსებობს. აი მართლა, ხო ძალიან გაინტერესებთ, სად არის საუკეთესო ხინკალი. საქართველოში თუ მაგაზე მიდის, დავარო, არა იქ არის, არა აქ არის, არა იქ არის. ჩემი აზრით საერთოდ კახეთშია საუკეთესო ხინკალი, მაგრამ არის რო, საინტერესო ეგ არის. სწორედ ამიტომ დაწერეთ ახლა კომენტარებში, რომელი კუთხიდან ხარ, რომელი კუთხის ხინკალი გაგვთ გასინჯული საუკეთესო და ახლა ვის ფიქრობთ, ამ ვიდეოში ვის ფიქრობთ, ვინ გაიმარჯვებს ხინკლების ჯახში. სანამ ამ ვიდეოს უყურებას დაიწყებთ, აუცილებლად უნდა დაგვიდგეთ გვერდში, რადგან ეს კონტენტი კეთდება თქვენთვის, ზუსტად თქვენთვის. ამიტომ გამოიწერეთ ჩვენი არხი, აი ქვევით სადღაც იქნება, მოკლედ წითელი ღილაკი იპოვე ხა. Subscribe. აუცილებლად გეცოდინება. დალაიქე ეს ვიდეო, რომ უფრო ბევრმა ნახოს და რაც თავარია, გადაუზიარეს სხვას. ზარის ღილაკიც არ დაგავიწყდეს. გინდა 100 ლარი ჩარიცხდეს. ხო, და რავი, თუ გინდა 100 ლარის და გაიეკრება შიჩო. ეს ოპერატორის იდეა იყო, რომ თუ გინდა 100 ლარის დარიცხებ. შენ ანგარიშს მიუთითებ შე. კაი. ახლა კი სანამ ბათუმში რესტორანს ვიპოვით, დატყვით ამ ულამაზი ხედებით, წავიდა. ულამაზი რა არის, ქრისტი? მოკლედ ხალხო, დატყვით ამ ულამაზესი ხედებით, წავიდა. და დადგა დრო, რომ გავსინჯოთ ახლა პირველი ხინკალი. ბათუმში, როგორც რეიტინგებით ვიცით, როგორც ხალხმა მოგვასწავლა, საუკეთესო ხინკალი არისო ფიროსმანში. ალბათ ბევრს ხსმენია და ბევრს გასინჯულიც გაქვთ. ამიტომ ეხლა შევალთ აი ფიროსმანში და დავაგემოვნებთ უგემრიელეს ხინკალს. მე გასინჯული არა მაქვს, რა ვიცი, რომ უგემრიელესია, მაგრამ რესტორანშიც გვითხრეს, რომ ძალიან გემრიელი არისო და ძალიან დიდი იმედები მაქვს მართლა. ახლა მოგმართავთ ყველა კომპანიას. დაგვასპონსორეთ. მოგვეცით შანსი, რომ უმაგრესი კონტენტი დავდოთ, უფრო მაგარი. ამას რატო ამბობს, იცით? აი ეგ დაინახა სმარტი. ხო და გაახსენდა, რომ სმარტი უნდა, სმარტისთვის ფული უნდა, შესაბამისად სპონსორი უნდა. პირველივე დარიცხულ მაყუცე ქრისტი ყიდულობს სმარტს. კი, ვარდის ფერ სმარტს. რა რეიტინგს ააგროვეთ სპონსორები, აი მე არ ვიცი. წვეტაზე უნდა იყოთ. აბა. всё, წავედით მოკლედ გავშიჯოთ ლეგენდრიელი ხინკალი. გამზადა მოკლედ ხალხო ჩვენი ხინკალი და პირველი უპირატესობა ეგრევე მინდა რომ გამოვყოთ. ძალიან სწრაფად მოვიდა, ძალიან. ვნახოთ იმსახურებს თუ არა საუკეთესო ხინკლის სტატუსს აი ეს ხინკალი. ჯერსვები არა გვაგასინჯული, მაგრამ მაინც პირველი შტაბეჭდილება არის ყველაზე მთავარი. ეხა ის რა კაია ის რომ ეს ხინკალი არა გვაგასინჯული. ბათუმში ვართ 10000 შენამყოფი. კი. ყოველთვის გვეუბნებოდნენ რომ საუკეთესო ხინკალი არის ფიროსმანში, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მოვედით. ჩანგლით ჩამოვთ. ხო, ვიცი რომ ცოდვას ჩავდივარ და ჩანგით არ უნდა ვჭამდე. ქრისტემ ყველაზე მეტად მიყვარს ხინკალიო და ჭიმიჭა და ის უჩემოთ რატო სინჯო. ჰატაო. აი პირდაპირ ვიტყვი რომ თბილისში შეგეთხინკა მოიგო, ბათუმმა მოიგო. მორჩა, გაწჩეთ ვიდეო, გაწჩეთ. რა გემრიელია, იცი? აუ, ძონკაიო. აი კიდე შემიძლია პლუსი დავწერო რომ გადაფუფქული არ არის. ნორმალურად არის მოხარშული და ერთადერთი რაც მაკლია მე პირადად, ცოტა მეტი მწვანილი. რა მწვანილი რამდენია კუკურე გოგო? ანუ სასწაული ხინკალია, აი პირდაპირ შემიძლია ვთქვა რომ 10-დან არის 11, აი უეჭველი. ეგეთ გემრიელი ხინკალი მართლა არ მიჭამი. უწუნიანესია. და სასწაულია ბიჭო, სხვა სიტყვები არ მყოფნის, მართლა ძალიან გემრიელია. მე როგორც ხინკლის კრიტიკოსი 10-დან 10 დავუწერ. მართლა ძალიან კაია. აი როგორი წვენი აქვს ესეთ? ყველა ხინკალი უნდა გაჭრა, ჭიქაში უნდა გადმოასხა და დალიო ხოლმე. დავეშვათ შემდეგი ლოკაციისკენ. ვინ გამოიცნობთ რომელი ქალაქი იქნება, შემდეგი დაწერეთ კომენტარებში. რა წუწაობ ქრისტიო. წამოვედით ახლა ძალიან მაგარ ხასიათზე, ძალიან მაგარი ხინკლები ხო ვჭამეთ? ხო ძალიან მაგარ ხასიათზე წამოვედით გურიაში ხალხო, გურია. და ახლა გურიაში უნდა მივიდეთ ერთ-ერთ ქალაქში, რა თქმა უნდა, ურეკი ავირჩიეთ.
და ვნახოთ როგორ ხინკალს ვიპოვით, რანაირ ხინკალს ვიპოვით და გემრიელი იქნება თუ არა. მოვიარეთ ხალხო, მთელი ურეკი მოვიარეთ, წარმოიდგინეთ და ერთი ხინკალა რესტორანი ვერ ვნახეთ მთელს ურეკში რომ ხინკალი ვჭამოთ. სასწაული. კურორტზე რა ხდება ხოლმე 97,000 რესტორანი არის და ეხლა ერთი არ დარჩა. არ ვიცი ვის ეხება ეგ, მაგრამ აი ურეკი უნდა მოიხოდოთ, ხო? მით უმეტეს კურორტული ზონა, მით უმეტეს მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია სამკურნალო მაგნიტური ქვიშა არის. ხო ეგრეა? ეგრეა. შავი ფერის ქვიშა ყოფილა. ძალიან გხოლთ, მიხედეთ. რადგანაც შიგ ურეკში ვერ ვიპოვეთ საერთოდ რესტორანი, რომ ყველაფერი დაკეტილი იყო, ადამიანებიც არ იყვნენ, მარტო ერთი-ორი ძაღლი იყო და იმათაც გითხრეს რომ აქ დახურულები ვართო, ზაფხულში მოდიო, მეთი კაი, წამოვედით. მე მოგვასწავლეს ურეკის ქალაქ გარეთ მოგვასწავლეს, აი გლდანის პონტია დაახლოებით. აბოიმი რო სოხური. აი ეს რესტორანი ერთადერთი ადგილია, სადაც ხინკალს აკეთებენ. იმედი მაქვს, რომ ძალიან გემრიელი ხინკალი იქნება გურიაში. მანამდე უყურეთ უბრალოდ რა სილამაზე. ძველი რესტორანი, სადაც 90-იანების ვაიბი აქვს, შიგნით კუპე არის, შეხვალ, ჯიგრულად დაждები და გემრიელი ხინკალი თუ იქნება, აი თავდუკეთეს. თავს დავდებ, აი ძალიან მაგარია რა. ბოლო-ბოლო გამზადდა ხალხო ჩვენი ხინკალი. აი ესე გამოიყურება, შეხედეთ. აი სახლში რო ხინკალს გააკეთებ რა, დაახლოებით მაგ ვაიბზე არის რა. ეხლა გავსინჯოთ. და ვნახოთ როგორი ხინკალია. მე საგავსინჯო. აუცილებლად. ამ ლაპარაკში გავარკვიეთ, რომ ურეკში ვისაც კი რესტორნებში ხინკალი აქვს, აქედან მიაქვს. ესე გვითხრას. ამიტომ ეხლა გავსინჯოთ და მოლოდინები არის. ხალხო მოკლედ. გავიდა. ხალხო მოკლედ. ძალიან ცუდი ხინკალი არის მართლა, ბოდიში ცუდა დარავინ არ გამიგოს, უბრალოდ ცუდი ხინკალი არის. არც მოხარშული არ არის წესიათ, გადახარშული არის. ღორის ხორცი აქვს აშკარად ბევრი. უბრალოდ არ მინდა ხა ამ ხალხს ვაწყენინო, იმიტომ რომ ძალიან გულიანი ადამიანია, ზოგადად ამ კუთხეში ვინც ცხოვრობს, ყველანი ძალიან გულიანები ხართ, ყველანი მაგრები ხართ, მაგრამ ეს ხინკალი არ არის ხინკალი, ძმაო, ეხლა ცუდად დაგამიგო. წვენი აქვს. არ არის აი რაღაც ხინკალი არა, აი რაღაცა განსხვავებული არის, აი ვერ იტყვი რა. აი არ მინდა რომ სუდი ვთქვა რა, მაგრამ აი უნდა თქვა რა. ეხავს მართლა მეტყდება რა, ძალიან საყვარელი ქალია და ბევრს შეიძლება ეს ხინკალი ძალიან მოეწონოს. პირადად უბრალოდ ჩემ გემოვნებაში არ ჯდება თორე. დარწმუნებული ვარ, რომ აქ შეიძლება ძალიან ბევრს მოეწონოს. დაწერეთ კომენტარებში, სად შეიძლება ურეკში გასინჯო კიდევ კარგი ხინკალი. რა ხორცი დევს მართლა. ხორცი ოხრად კი არა, ბევრი არის, ხო ვერაფერს ვერ იტყვი რა. ცომი რო დახვეწო, ხო? აი მართლა გეუბნები, ცომი რო დახვეწო, სულს ვერ იტყვი. ყველაზე მთავარი ხალხო, არ დაგავიწყდეთ ჩვენი გამოწერა. ქვევით ჩადეთ subscribe-ს დააჭირეთ და აუცილებლად გამოგვიწერეთ და ჩვენი განვითარებისთვის აუცილებელი არის გამოწერა. თუ გინდა რომ სპონსორი გყავდეს და შემდეგ უფრო ხარისხიანი კონტენტი დავდოთ, ამისთვის უნდა გამოგვიწერო რა, ლოგიკურია. სპონსორი წამოვა ჩვენთან, მაყუთს ჩაგუჭავს და იმ მაყუთით უფრო მაგარ კონტენტს გადავიღებ. ყველა წამოვიდეთ ახლა იმ რესტორანიდან, შემდეგ ადგილას მივიდივართ და მინდა გითხრათ, რომ ანუ სასწაული ადამიანი იყო მართლა, ვინც ამ ხინკალს ამზადებდა. ადგილზე უბრალოდ რავი, გული არ გამიშვებდა, რომ იქ მეთქვა, რომ ძალიან ცუდია მეთქი ან რაღაცა მსგავსი. და არც იყოს რეალურად ძალიან ცუდი რა. სიმართლე რო ვთქვა, ბევრ ხინკალს ჯობია კიდევაც და ძალიან ბევრს ესეთი ხინკალი მოგეწონებოდათ კიდეც. უბრალოდ ჩემს გემოვნებაში ეს ხინკალი არ ჯდებოდა და არც ქრისტის გემოვნებაში არ ჯდებოდა. ჩვენ ცოტა სხვანაირ ხინკალს ვართ შეჩვეული. აქ შეიძლება უბრალოდ სხვანაირ ხინკალს მიერთვევენ. ამ შემთხვევაში ჩვენ ვაფასებთ ჩვენ რა მოგწონს და რა არ მოგწონს და არა საერთოდ 100%-იანი ყველაზე მაგარი ხინკალი ეს არის, ეგეთი რაღაც არ იქნება რა ჩვენ ვიდეოში. ეს არის პირადი ჩვენი აზრი. წავედით ახლა სამეგრელოში, თითქმის ჩამოვედით კიდევაც უფრო სწორედ სადნო წავიდეთ და გავსინჯოთ კიდევ ერთი ხინკალი. როგორც იქნა ჩამოვედით სენაკში. სანამ სენაკში ხინკალი ვიპოვეთ, უბრალოდ სანამ რესტორანი ვიპოვეთ, სადაც ხინკალი იქნებოდა, გაგვიმასპინძლდნენ ელარჯით. ჯიგარი ხალხი ხარ თუ უყურებთ, კაი ელარჯი გვაჭამეს მოკლედ და ხარჩუც გაიღო. პური ძალიან კაი ქონდათ. ახლა კი მოვედით ახალ დუქანში. აი ესე ქვია რესტორანს და შევჭამთ ხინკალს და ნახავთ სამეგრელოში, კერძოდ სენაკში როგორი ხინკალი აქვს. რა თქმა უნდა, სტანდარტულად აგაც ვფიქრდებიან, რომ საუკეთესო ხინკალი იქნება და ისევ და ისევ იმედი მაქვს, რომ სამეგრელოში ახლა სენაკში კარგი ხინკალი იქნება. ხო ისე ვინც არიცით, მე სენაკში ვცხოვრობდი 2 წელი. მე კიდე მეგრული ვიცი. აბა რა. მუჭორეთ ჯიმალები. მუჭორეთ, ხო. გამზადდა ხალხო ჩვენი ხინკალი და ეხა ავიღოთ ქრისტი და გავსინჯოთ ჩვენი ხინკლიუკები. სამეგრელოში ვნახოთ ერთი როგორც აკეთებენ. მართლა რა თქვა, ცოტა გადახარშული არის უკვე. შეხედეში მე მომწონს.
ნახევრად მეგრელი როა ეგრევე იმენა დაამატა ქულები. გემრიელია მართლა. რა არის გოგო გემრიელი შენ მე кайფები? მომწონს. ანუ მაგარი გაუგებარი გემო აქვს. წვანილი აქვს ძალიან ბევრი. მე მწვანე მომწონს. ხორცი აქვს ღორი უმეტესობა გაკეთებული. წვენი არაფრის გემოთი არ არის. მე მომეწონა. შენ იმიტომ ნახევრად მეგრელი ხარ და მაგიტომ მოგწონს ქრისტი. ობიექტური ვიქნებიო, აი რა მოგწონს მითხარ. მე გეტყვი. და მე მინუსებს ჩამოგეთ. გადახარშული მართლა არის. გადახარშული არის, ერთი ქულა გააკლა. ხო. ბევრი მწვანილი აქვს, ზედმეტი. მე მომწონს. ზედმეტი მწვანილი აქვს თუ არ აქვს? არ აქვს ჩემთვის. ანუ მე მომწონს რომ ამბობ ესე აქვს ზედმეტი მწვანილი. ანუ აი უყურეთ, მეგრული ღიმილი აქვს, მეგრული. თავის ზემლაკებს არ იმაშვება რა, არ წირავს. აი უყურეთ, თვალებში ეთხოვა, გეუბნები. ხუმრობა, ცუდი ხინკალი მართლა არ არის. 10-დან დაუწერდი 800, თამამად დაუწერდი 800. 8 არა, 7. შენ რამდენს დაუწერდი? 8, ხო? ოპერატორმა მე 6 დაუწერო, მაგრამ რა ხარ მეც ნახევრად მეგრელი ვარო, მაშინ 8-ო. დავიჯარეთ უკვე იმერეთისკენ და როგორ მაინტერესებს იმერეთში როგორი ხინკალი აქვს. მანამდე დაწერეთ იმერეთის რომელ ქალაქში მივიდივარ თუ გამოიცნობთ სიმონ. ასევე მინდა აუცილებლად გითხრათ ეხლა რა რომ ძალიან მაგარი ხალხი ხართ ბათუმშიც, ურეკშიც და ამ შემთხვევაში სენაკშიც. ანუ ყველგან ძალიან მაგრად მიგვიღეს, ძალიან მაგრად მოგვესიყვარულდნენ. ერთი სიტყვით კარგი ემოციების გარდა არაფერი არ დაგვიტოვეს რა. საუკეთესოები ხარ. თქმა უნდა ხალხო სად ჩამოვიდოდით თუ არა ქუთაისში. მოვიარეთ მოკლედ მთელი ქუთაისი და ავარჩიეთ ერთ-ერთი რესტორანი. როგორ ავარჩიეთ არ ვკითხოთ, პროსტა რენდომად, იმიტომ რომ ქუთაისში არ ვიცი სიმართლე გითხრათ, სად არის მაგარი ხინკალი რა. და ეგეც შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში ქუთაისში ყველაზე მაგარი ხინკალი სად არის თქვენი აზრით. ქუთაისელებო. და ჩვენ კიდე მოვედით აი რესტორანი ქართული ქვია. რადგანაც ქართულია, ვფიქრობ რომ კაი ხინკალი უნდა ხო, აქ კიდე ერთი ვარიანტი იყო, ტიფლისი ერქვა, მაგრამ ხა ტიფლისში ვარ შევიდეთ. ეგეთი ბანძები ხო არა ვარ, რომ ქუთაისში ჩამოვედი და რესტორან ტიფლისში შევედი. მე ძალიან მიყვარს ქუთაისი, ძალიან. ცხოვრობდა ვინც არის აქ ცხოვრობდი 3 წელი, მე ყველგან ცხოვრობდი, საერთოდ ყველგან ცხოვრობდი, ხო მართლა ცხოვრობდი, კი არ გაბოლებ. ეხლა ცუდი ხინკალიო შემხვდეს, ძალიან ნაწყენი წავალ აქედან, ძალიან. გამზადეთ ჩვენი იმერული ქუთაისური ხინკალი და ეხლა გავსინჯოთ როგორია გემოზე. ოკეი. ცხელი არა. აი ძალიან მაინტერესებს, მაგრამ ყველაზე მეტად მაინტერესებს ქუთაისური ხინკალი როგორი იქნება. სანამ ამას შევაფასებ ხა ამ ხინკალს, ქრისტე მითხარი. მეგრული ჯობდა თუ ქუთაისური? ესნაირია. ერთნაირია? ეს მოგწონს? არა. არა, აბა ის რანაირად მოგწონდა, ერთი ძალიან მაინტერესებს. ცუდი არ არის ეს ხინკალი, ჩემი აზრით ცუდი ხინკალი არ არის. აი, მე ეს უფრო მომწონს, მაგალითად ვიდრე მეგრული ხინკალი. სიმართლე რომ გითხრათ, აი, ამის წვენი არ მომწონს. თვითონ აი რაღაცა მაკლია რა. მე წვენში მაკლია გემოები, აი მოკლედ მარტო ცომი იდეალურია, შეხვეული 10-დან 6. ხორციც კაია, კაი ვიდზე არის ასე ვთქვათ ხორცი, წვანლებიც კარგად აქვს, მაგრამ ბულიონს აკლია ის რაღაც გემოვნებისებები, სავარაუდოდ შეზავებული არ არის ისე როგორც საჭირო არის ჩემი აზრით. და კიდევ აუცილებლად, ვისაც გამოწერილი ჯერ კიდე არ ყავართ. აუცილებლად გამოგვიწერე რა შენი რა მიგეს უბრალოდ მითხარი შენთვის ვაკეთებ კონტენტს და როგორ არ უნდა გამომიწერო? გამოგვიწერეთ. როგორც ვიხდით ხალხო, ქუთაისის მერე უბრალოდ დაგვიღამდა და ვეღარ ჩამოვედით სამცხე-ჯავახეთში, მაგრამ გათენდა მე და ქრისტიმ დავისვენეთ და ისევ მთელი შემართებით სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთ ძალიან მაგარ ქალაქში ბორჯომში ჩამოვედით. რამდენიმე რესტორანში ვიყავით შესულები რომ ხინკალი დაგვეკეთებოდა და გადაგვეღო, მაგრამ არ მოგწეს გადაღების უფლება. არ ვიცი რატო იქნებოდა მაგარი რეკლამაც გამოსვლოდათ რეალურად და მაგარი ხინკალი ქონოდათ, მაგრამ ალბათ არ იყვნენ დარწმუნებული რომ მაგარი ხინკალი ქონდათ. და ამიტომ ძლივს ვიპოვეთ რესტორანი ბორჯომში, აი ისიც იმედები გქონა მიწებული, მაგრამ მაინც ვიპოვეთ და აი ეს რესტორანი ფესვები არის ჩვენს უკან დგას ალბათ ხედავთ. რესტორანი ფესვების ხინკალს დავაგემოვნებთ დღეს. და გავიგებთ როგორი ხინკალია ბორჯომში. გამზადდა ჩვენი ხინკალი და ეხლა როგორ მაინტერესებს როგორი გემო ექნება. აი ხა მთელი საქართველოს ხო მოვიარეთ, ეს არის ბოლოს წინა თუ ბოლოს წინის წინა მოკლედ რა ადგილი და მინდა გითხრათ რომ ყველა რესტორანში არის ესეთი ჩიქები. რა ხდება ხალხო? სატყირულობთ მეც მინდა. მეც მინდა, მაგრამ მაინც. რა, ლამაზ ჭიქაა და. მაგარი ჩიქაა ხო? ყველას ეგეთია, ვაფიღოს.
გორგიო. ო. ძალიან გემრიელი წვენი აქვს, მაგრამ არც ერთი რაც გავსინჯეთ წინა. არც ერთ უბრალოდ რაც წინაზე გავსინჯეთ, არ გავს. ოხრად წვენი აქვს. აი ოხრად. მეღურება იმდენი მაქვს. მე რა დავამოამეს ეს? ყველა კუთხეში ამზადებენ აბსოლუტურად სხვადასხვანაირად ხინკალს. ანუ აშკარად სხვადასხვანაირი შეზავება იციან ყველა კუთხეში. სხვადასხვანაირად იციან მოკლედ, რა. კი. იმიტომ რომ ეს არის ჩვენი გემოვნებით შეფასება რეალურად, იმიტომ რომ შეიძლება სამეგრელოში რა ხინკალიც არის, ის მეგრელები მოსწონდეთ და პირობითად რაღაცა კახელებს არ მოსწონდეთ. რა, იმიტომ რომ ისინი სხვაზე არიან შეჩვეულები და მეგრელები კიდე შეიძლება სხვანაირი რეცეპტზე იყვნენ შეჩვეული და ეგ თემა არის უბრალოდ, რა. კი. მოვედით უკვე კახეთში, რა თქმა უნდა, ულამაზეს სიღნაღში, სადაც ჰაერშიც კი ღვინის სუნი დგას, ხალხო. და რა თქმა უნდა, სად მოვიდოდი თუ არა, სიღნაღში ყველაზე მაგარ რესტორანში, მტევანში, აქ ერთხელ უკვე ვართ ნამყოფი, მაგრამ თუ არ ვწდები ხინკალი არ გვაქვს გასინჯული, ხო ეგრეა? არ გვაქვს გასინჯული. ამიტომ ეგრევე გაგვახსენდა ეს რესტორანი, ეხა აგვიმზადებენ ძალიან მაგარ ხინკალს, იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში, რომ ძალიან მაგარი ხინკალი იქნება და ჩემს საყვარელ კახეთს არ შეარწყვენენ, ძმაო. აი ხო ტრაბახავს ხოლმე ყოველთვის გიორგი რა კახელს. ყველამ გამოიწერეთ რა ჩემი არხი კახელებმა ძმაო პირველ რიგში. მეგრელებო გამოგვიწერეთ. მეგრელებო კი არა, ყველამ უნდა გამოგვიწეროთ, კაცო, მე ყველა მიყვარხარ. კი, მე ყველა ხალხი მიყვარხარ. არავის არ გაგარჩევთ, უბრალოდ ეხა კახელია ეს. კახეთში ვარ და რა ლოგიკურია რომ კახეთს გულშემატკივრობ, ხო ხტები? აი, წავედით მოკლედ და გავსინჯოთ რა. გამზადა ხალხო ჩვენი ხინკალი და ეხა გავსინჯოთ ტრადიციულად და როგორი ხინკალია ვნახოთ. მართლა ძალიან კაია, გოგო. გემრიელი არის. ძალიან გემრიელი არის და არა გემრიელი. აი ბულიონი აქვს წვენი ძალიან კაი. აუ, კაი, ფოფტო. კარგად არის შეზავებული, რაც მნიშვნელოვანია. შეზავებაში პირველები ვართ. და ღვინის კეთებაში პირველები ვართ. წვადის წვაშიც ხო? წვადის წვაშიც და ზოგადად გემრიელ საჭმელებშიც პირველები ვართ, ქრისტი. ყველაზე გემრიელი საჭმელი სად არის? კახეთში. რატო? იმიტომ ჩაქაფული გვაქვს, ხაშლამა გვაქვს, შილაფლავი ძმაო. კაი ქელეხის სუფრას რა ჯობია, არაფერი არ ჯობია ძმაო. ეს ყველაფერი არის ხუმრობით, თორე რეალურად მთელი საქართველოს მაგრად გვევასება, რეალურად მთელი საქართველოს უნდა ვიყოთ ერთნი, არ არსებობს კახელი, ქართველი, მეგრელი არაფერი არ არსებობს მსგავსი რა, ყველანი ვართ ერთნი. მოკლედ ეხლა დავასრულებ ჩვენ ჭამას და დაგვრჩა ერთი ქალაქი, ბოლო ქალაქი. 6 სხვადასხვა კუთხეში ვიყავით და დაგვრჩა რა ქართლი. ქართლში სად მივართ თუ არა თბილისში. იმიტომ რომ თბილისში ყველაზე დიდი არჩევანია და რეალურად თბილისში უფრო კარგ ხინკალს ვიპოვით ვიდრე ქართლში სხვაგან. ნახეთ სხვადასხვა რეკომენდაციები, ისედაც ნაცნობებმაც ვიღაცებმა გვირჩიეს და გვითხრეს რომ პიქტოგრამაში მიდითო ძალიან მაგარი ხინკალი არისო, არ გაწყენენ ძალიან მაგრად გესიამოვნებათ ხო. ჩვენც მოვედით პიქტოგრამაში, ახლა შევუკვეთეთ ხინკლები და ნახოთ რამდენად გემრიელი იქნება და საერთოდ სხვა კუთხეებს აჯობებს მილისი თუ ვერ აჯობებს. შევიდეთ ახლა და დავაგებონოთ პიქტოგრამის ხინკალი. დადგა დრო რომ გავსინჯოთ საბოლოო ხინკალი. დიახ და ყველაზე განსხვავებულად გამოიყურება პირდაპირ მინდა გითხრათ. აი რაღაც განსაკუთრებული ფორმა აქვს და ეს კუჭი რო აქვს, ხეცი კუჭი, მოსაკიდი ხელის არ არის. სად წაიღეთ ხელის მოსაკიდები სად არის? მომიტანეთ ხელის მოსაკიდებლები. როგორ დავითვალო რამდენი შევჭამე? კუჭების ბიზნესი დაიწყეს. აიცა? აი, იგრძნობა. ხმა ისმის, რომ даже წვენი არის შიგნით. გემრიელია. ძალიან განსხვავებული გემო აქვს. მაგრამ გემრიელი, ანუ განსხვავებული, მაგრამ გემრიელია. ხმებისგან იმით განსხვავდება, რომ ცომი აქვს სქელი. კი. ოღონდ ამ შემთხვევაში გან არ უხდება რაღაცნაირად, რა? თქოს ესეთი უნდა იყოს.
მაგას ვამბობ, აი რეალურად რა ხინკლების დღეს გავსინჯეთ. ყველა იყო თავისებურად გემრიელი. ერთადერთი შეიძლება რომ აარჩიო აი შენი გემოვნებით რომელი არის საუკეთესო საქართველოში და ეგრეც ავირჩევთ რეალურად მე და ქრისტე. წავიდეთ და შევაჯამოთ ხალხო ყველაფერი და გამოვავლინოთ საქართველოში საუკეთესო ხინკალი რომელ კუთხეში არის. ჩვენი ვიდეო დასასრულს მივუახლოვ და მოვიარეთ სრულიად მთელი საქართველო და ახლა უნდა შევაჯამოთ და ბოლოს თქვათ რომელი ხინკალი არის საუკეთესო საქართველოში. უпростоრად რომელი კუთხის ხინკალი არის საუკეთესო საქართველოში და ჩვენთვის პირადად ხო რა თქმა უნდა. ბოლო მე-7 ადგილი ქრისტი. მე-7 ადგილს მივცემ გურიას. იმიტომ რომ ჩვენ გემოვნების რეცეპტორებში არ ძებოდა და მეტი არაფერი პირადული. არ გვიწყინოთ გურულებით ძალიან მიყვარხართ, ძალიან. მე-6 ადგილს მივცემ ქუთაისს. ეჭვი მაქვს რომ ქუთაისში უკეთესი ხინკალიც არის. რენდომად შევდიოდით რესტორნებში და ფიზიკურად ვერ გავიგებდით სადაც კაი ხინკალი, სადაც სულ. აი, მე-5 ადგილი. მე-5 ადგილი არის სამეგრელო. მე-4 ადგილზე ვინ არის ქრისტი? მე-4 ადგილზე არის თბილისი. თბილისი, დიახ, თბილისი არის მე-4 ადგილზე ხალხო. მე-3 ადგილი არის ბორჯომი. დიახ. თამამად ბორჯომი არის მე-3 ადგილზე. და დარჩა ბოლო 2 ადგილი, მე-2 ადგილი და პირველი ადგილი. მე პირადად მეორე-ზე ვაყენებ. ოღონდ აი იცი როგორ ვაყენებ? აი პირველზეც რომ მინდა რომ იყოს, აი ეგრე კახეთს. ვისო, შენ. რა ბიჭო? პირველ ადგილზე გავიდა აჭარა. აი აჭარა. მართლა უდაოდ გემრიელი ხინკალი ქონდათ. აჭარა და კერძოდ ბათუმი არის დღევანდელი დღის გამარჯვებული რა. კი, ამ ვიდეოს გამარჯვებული. არ ვიცი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მაგრამ პირველი ხინკალი რომელიც გავსინჯეთ ის იყო ყველაზე გემრიელი. ვისაც ჩვენი ვიდეო მოგეწონათ, აუცილებლად დალაიქეთ ჩვენი ვიდეო. რა თქმა უნდა, გამოგვიწერეთ ყველა კუთხის ადამიანმა გამოგვიწერეთ.